შეგვიძლია გადავიდეთ თეა ედიშერაშვილთან, შოკოჰოლიკის დამფუძნებელთან, რომელიც გვერდდება უკვე პირდაპირ ეთერში. წაგიკითხავთ Facebook post, რომელიც შოკოჰოლიკის გვერდზე გავრცელდა გუშინ, ადრე ომში წასულ ქართველ ჯარისკაცებს ჩურჩხელას ატანდნენ, რადგან ის კალორიული, მარტივად შესანახი და დამანაყრებელი საკვებია ძალების აღსადგენად. დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან სიტუაციაში ჩვენს მეგობრებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ქალი მეწარმე და ორი შვილის დედა, გადავწყვიტე დავეხმარო მათ ერთადერთი გზით, რაც ამ ეტაპზე შემიძლია. დღეს საღამოს ჩურჩხელას ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ საახალწლოდ მომზადებული ნუგების მთელი მარაგი გადაეცემათ რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს, რადგან ჩემთვის არ არსებობს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსეული მომავალია. ეს ჩემი მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატულება იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში მონაწილეობენ. ასევე მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განან ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ ყველანი ვერთიანდებით ამ საერთო მიზნის გარშემო და სწორედ ასე ვაშენებთ ჩვენს მომავალს. აქციის მონაწილეებს ასევე შეგიძლიათ მიბრძანდეთ 8000 მოსავალში, თაბუკაშვილის ფილიალში და იქ გაგიმასპინძლდებიან ჩვენი ნუგებით. დღეს ამ სიტყვების ავტორს მასპინძლობთ გადაცემაში თეა სამადაშვილი ედიშერაშვილი არის ჩვენი შემდეგი სტუმარი, რომელიც შოკოჰოლიკთან ერთად ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას. მოგესალმებით თეა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და მადლობა ამ პოზიციისთვის, მადლობა იმისთვის, რომ თქვენ შეგაქვთ თქვენი ბიზნესი, თან მხოლოდ როგორც მოქალაქეს ის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისმოდეს ბიზნესის ხმაც. პრინციპში, რაზეც უკვე ვისაუბრებთ, ხო, ევროპული მომავლის ჩვენი ისტორიული არჩევანის დასაცავად. მინდა რომ რაღაც შევაფასოთ ეს მოვლენებიც და თქვენი პოზიციაც, თქვენი გადაწყვეტილებაც, რომ ეს საფუძველი რომ განუმარტოთ კარგად ჩვენს მაყურებელს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ახლა არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ ბიზნესის აქტიური ჩართულობაც ამ პროცესებში. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ყურადღებისთვის, იმიტომ რომ BMG ყოველთვის ყურადღებას გვაქცევს და ყოველთვის აინტერესებს, როგორ ვითარდება, როგორ მიდის და რა გეგმები აქვს შოკოჰოლიკს. თავიდანვე მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენი ეთერი დაიგეგმა აქციებამდე, ანუ მე მინდა ამით განმარტო, რომ ჩემს აქ მოსვლას არ აქვს არანაირი პოლიტიკური სარჩული. თუმცა მე როგორც მოქალაქე, ჩემ პოზიციას ყველგან და ყოველთვის დავაფიქსირებ. თავიდანვე უნდა გვესაუბრო ჩვენ შოკოჰოლიკის გეგმებზე, საახალწლო სამზადისზე, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩვენ აქ გვიწევს არა მარტო გეგმებზე საუბარი, არამედ იმაზე, რაც დღეს ხდება სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩემთვის მოქალაქისთვის, როგორც მეწარმისთვის, იმიტომ რომ ეს გაცდა უკვე პოლიტიკურ ფარგლებს და ყველაფერზე აისახება. მით უმეტეს ყველა მცირე მეწარმე, ქალი მეწარმეები განსაკუთრებით, მიკრომეწარმეები სულდგმულობენ, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებით და ფინანსებებით. თუ ეს ყველაფერიც აღარ გვექნება, მართლა არაფერი აღარ გვექნება. ვერავინ ვერაფერს ვერ დაიწყებს. და მე ჩვენ როდესაც დავგეგმეთ აქ მოსვლა, მე ძალიან მინდოდა გამეჟღერებინა მიმემართა თუნდაც სახელმწიფოსთვის მეთხოვა, დახმარება. ჩვენ ქალმეწარმეებს აუცილებლად გვჭირდება სახელმწიფოდან ხელშეწყობა და დახმარება. იმიტომ რომ ვინც ვაკეთებთ კეთილსინდისიერად ჩვენ საქმეს, ვინც ვქმნით კარგ პროდუქტს, ეს აუცილებლად სახელმწიფოს ინტერესებშიც უნდა იყოს. და უნდა ხელს გვიწყობდნენ, რომ რაღაცნაირად ჩვენ ქვეყანაშიც მოვიკიდოთ ფეხი, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ანუ ეს უნდა იყოს ყველას ინტერესებში აბსოლუტურად. მაგრამ სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ხელშეწყობის მაგივრად მე ახლა გაჩერებული ვარ და ვერ მუშაობ. ვერ მუშაობ, არც ფიზიკურად არ მყოფნის ძალა რომ ვიმუშაო, არც სურვილი არ მაქვს და სამწუხაროა, ნამდვილად სამწუხაროა და ყველას მოუწოდებ, ვინც განსაკუთრებით იმ გოგონებს და ქალებს ჩვენ ძალიან ბევრ პროექტში გვაქვს მიღებული მონაწილეობა და თქვენი ეთერით მინდა ვისარგებლო და მადლობა გადაუხადო UNDP-ს, შვედეთის ბანკს, რომელიც ძალიან ხელს გვიწყობდა ყოველთვის როგორც ინფორმაციული კუთხით, ასევე სხვადასხვა დახმარებებით და ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი.
ყველამ უნდა დაფიქსიროს თავისი აზრი და ეხა გაჩუმების დრო მართლა არ არის. მე ძალიან მინდა მჯეროდეს და მართლა მჯერა, აი მთელი გულით მჯერა ის, რომ ვინც არიან ახლა ხელისუფლებაში, იმეთ შვილებმაც ხო აი რაღაცა პერიოდის მერე საქართველოში ჩვენი შვილების გვერდით უნდა იცხოვროთ. მე არ მინდა რომ ჩემი შვილები წავიდნენ საზღვარგარეთ და იყვნენ ემიგრანტები, არც მე არ მინდა რომ ვიყო ემიგრანტი. მინდა რომ აქ ვაკეთო ჩემი საქმე კარგად. ოღონდ აუცილებლად სახელმწიფოს ხელშეწყობით, აუცილებლად შვიდად, წყნარად, მინდა რომ კარგად ვაკეთო ჩემი საქმე. და თუ ასეთი არეული იქნება სიტუაცია და არავის აღარ გვექნება აღარც мотиваცია, აღარც სურვილი, აღარც ხელშეწყობა, მართლა აღარ ქონია სახელმწიფო და ესე გამოდის. უნდა დამშვიდდეს ყველაფერი. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას. გუშინდელი ჩემი პოსტის შემდეგ რამოდენიმე ტელევიზია დამიკავშირდა, ვისაც უნდა ეთერში ჩართვა და მე ყველას ვუთხარი უარი. მე იმ პოსტის მეტს რაც იქ დავწერე, ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეს არის ჩემი პოზიცია და ამაზე მეც მართლა ვერაფერს ვერ გეტყვი. აი თია, ამ ყველაფრის საფუძველზეც რომ ვისაუბროთ, ხო, რასაც მოყვა ეს მოვლენები ევროკავშირთან, გავწყვეტეთ მოლაპარაკებების პროცესი 4 წლით გადაავადა საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე უართ ვამბობთ საბიუჯეტო გრანტებზე. აი ეს განაცხადი, რაც მოვისმინეთ 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის პირით, ასე ვთქვათ, რას ნიშნავს თქვენთვის? არ მხოლოდ მოქალაქე თეასთვის, არამედ როგორც მეწარმე თეასთვის. ეს ასე ვთქვათ იზოლაცია ერთი მხრივ ხედავთ, რომ გავწყვიტეთ კავშირი ევროკავშირთან, მეორე მხრიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეგვიჩერა სტრატეგიული პარტნიორობა, ხო? რაღაცა დასავლური, ყველაზე აქტიური ჩვენი მხარდამჭერები და ვის იმედიც ჰქონდა, როგორც ქვეყანას, ფაქტობრივად აღმოჩნდით იზოლაციაში. აი ეს როგორ აისახება თქვენზე, როგორ აისახება თქვენს ბიზნესზე და ზოგადად როგორ ხედავთ, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნის მომავალს, აი ამ პირობებში თუ რაღაცა ცვლილება არ მოხდა და სტატუს-კვო არ შეიცვალა. პრინციპში ამაზე რაც ვისაუბრე მანამდე, ჩემი პასუხიც ეს იყო და იმიტომ გადავუხადე მე UNDP-ს მადლობა, არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც ჩვენ დაგვეხმარა და ყოველთვის გვეხმარებოდა კიდევ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს. კი, ესენი არიან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან. ეს თუ აღარ იქნება, მაშინ როგორც ვთქვი, განვეორდები და ვიტყვი, რომ არაფერი აღარ იქნება. ანუ ძალიან ცუდად აისახება, ან საერთოდ გავჩერდებით, ან არ ვიცი. პრინციპში ვხედავთ, ხო, გუშინ ჩვენს ეთერშიც საუბრობდით, რომ მაგალითად შვედეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთან შეწყვეტა ურთიერთობა. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ასევე სტარტაპერის ხმა, რომელიც ამბობდა, რომ ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, სადაც ჩადო ინვესტიცია, შემდეგ გავიდა საერთოდ შვედეთი, იმიტომ რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ვეღარ ხედავდა აქ საქართველოში პროექტების განხორციელებას. ბიზნესს რა დარტყმა შეიძლება რომ მიადგეს, მათ შორის არ ვიცი, ოპერირების ნაწილში, გაფართოების ნაწილში, იმიტომ რომ თავისთავად ხო ბიზნესი ამბიციურია, გაქვთ გეგმები განვითარებისთვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს მიღმაც გექნებათ ალბათ რომ რაღაცა ექსპანსია დაიწყოთ. აი ეს ბიზნესზე როგორ მოქმედებს, ასე ვთქვათ, თუნდაც მომხმარებლის დამოკიდებულებაზე ხო რაღაცა ყველას ერთიანი განწყობა გვაქვს და შესაბამისად 3 წელია რაც შოკოჰოლიკი არსებობს ქართულ ბაზარზე და ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ შოკოჰოლიკის დაახლოებით 60-70% გადის საზღვარგარეთ. ოღონდ ამას არ აქვს ექსპორტის ხასიათი, ანუ ეს არ არის ექსპორტი ოფიციალური, ეს არის უბრალოდ თანამშრომლობა, ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან, ვისაც ჩამოყავს სტუმრები საქართველოში, შემდეგ სინჯავენ პროდუქტს, მიაქვთ თავის ქვეყნებში და ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს და მართლა ძალიან მოწონს ყველას. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ჩემი სუბიექტური, ეს ესეა მართლა. და ძალიან გული მწყდება ამაზე. იმიტომ რომ მე პირველ რიგში, როცა მეკითხებიან, რომ აი ექსპორტზე გასვლას არ აპირებთ, ოფიციალურად ექსპორტზე გასვლას გულისხმობ, კი, აუცილებლად ვაპირებ, მაგრამ ჯერ მინდა რომ მე ჩემ საქართველოში იყოს ეს პროდუქტი, ყველგან იყოს და ყველას ქონდეს იმის საშუალება, რაც მთავარია. და ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. როგორც იცით, ხელნაკეთი არტიზანული პროდუქტი
არ ღირს იაფი ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომაა ჩადებული, თვითონ თვითღირებულებაც ნედლეული, ყველაფერი ძალიან ძვირია. შესაბამისად, იაფი არ არის, მაგრამ თუ მე მექნება ხელშეწყობას თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან აშენდება საწარმო, გაფართოვდება, რა თქმა უნდა დარჩება არტიზანული ხაზი, რომელსაც უფრო ლუქს მიმართულება ექნება და ხელნაკეთი იქნება, მაგრამ თუ ეს იქნება საწარმოო ხასიათის, არ იქნება ისეთი ძვირი, როგორიც ახლა, იმიტომ რომ პატარა საწარმოს ყოველთვის უჭირს თუნდაც თვითღირებულება ნაკლები ჰქონდეს და აი ამ ნაწილში ძალიან ცუდად თუნდაც 3 წლის განმავლობაში რატომ არ გააკეთა შოკოჰოლიკმა, რატომ არ აქვს თავისი ბრენდული მაღაზია, რატომ არ აქვს საწარმოზე აღარ არის საუბარი. ყოველთვის არის ამის გეგმები, მაგრამ ძალიან ფრთხილად მივდივარ და მინდა რომ რაღაც ნაბიჯ წავიდე, ვიდრე უცებ თუნდაც იქ ბანკის სესხი იქნება თუ კრედიტი იქნება. თან ეკონომიკური მერყეობა, ლარის კურსზე ნახეთ ხომ პენსიერი ეფექტი. ზუსტად მაგას ვამბობ, რომ იმდენად არასტაბილურია საქართველოში მდგომარეობა, რომ ძალიან მეშინია მერე უფრო ცუდ დღეში არ აღმოჩნდე, ვიდრე ვთქვათ, აი ზუსტად ამ ეტაპზეა შოკოჰოლიკი. ამიტომ მინდა რომ ცოტა ფრთხილად წავიდეთ. ჩვენ რო გქონდეს ისეთი სახელმწიფო როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენ რო გქონდეს ხელშეწყობა, აუცილებლად ექნებოდა შოკოჰოლიკს აქამდე საწარმოც და თავისი ბრენდული მაღაზიაც, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი მეწარმეა, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ამ სფეროშია და გარისკეს, ასე ვთქვათ, მესმის რომ ბიზნესი რისკის გარეშე არ გამოვა, მაგრამ გარისკეს ამ ხალხმა და გააკეთეს რაღაც სხვადასხვა ობიექტები, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა ისე, რომ იძულებულები გახდნენ, დახურულიყვნენ და ეს ბანკის ვალებს ისევ იხდიან სამწუხაროდ. კი ბატონო. აი სანამ ცოტა დრო გვაქვს კიდევ რაღაც ერთი წუთი დარჩენილი, მინდა რომ შოკოჰოლიკზეც შევაჯამოთ ის სიახლეები, რაც დაგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში. ახალი შეფუთო გაქვთ, ბრენდინგი განაახლეთ და აი რაღაცა შედეგები და გეგმები, რაც დაგროვდა უკვე თქვენს ანგარიშს. და ისი გაზიარებად შეგიძლიათ ამ მომენტისთვის. შოკოჰოლიკი, ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაც სიახლეები მქონდეს, რაღაც სიახლეები შემოვიტანო, იმიტომ რომ მომხმარებას რაც არ უნდა ძალიან მოწონდეს პროდუქტი, უყვარს ეს სიახლეები და ახალის შეთავაზება. ამიტომ შეფუთვები შევცვალეთ, რადგან პროდუქტი არ არის არტიზანული ნუგა არ არის იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი და სასეჩუქრე ვარიანტად ძალიან კარგია ბოქსის ჩუქება, ანუ ორი სხვადასხვა ზომის ბოქსები გვაქვს, სადაც 6 სხვადასხვა სახეობა ან 3 სხვადასხვა სახეობა, ერთი ფილის ჩუქება, ასე ვთქვათ, ცოტა არაპრეზენტაბელური იყო აქამდე, მაგრამ ეხლა გვაქვს ისეთი შეფუთვები, რომ შეგიძლიათ ერთი ცალი კოლოფიც აჩუქოთ ვინმეს და ძალიან გაახაროთ და რაც მთავარია, დარწმუნებულები იყოთ იმაში, რომ ძალიან კარგი პროდუქტია, ხარისხიანია, დანამატების, კონსერვანტების, საღებავების გარეშე და ბოლოს ვიტყვი იმას და კიდე ერთხელ შევახსენებ იმ ადამიანებს, ვინც შოკოჰოლიკს იცნობენ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ შოკოჰოლიკი ინსპირაცია და შოკოჰოლიკის, ასე ვთქვათ, დაბადება წამოვიდა ჩემი შვილებისგან. მე შოკოჰოლიკი გავაკეთე ჩემი შვილების გამო თავიდან, რომ მინდოდა რომ კარგი პროდუქტი ეჭამათ, ჯანსაღი და თავიდან ვთქვი და მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ არასვის შვილს არ შევთავაზებ იმას, რასაც ჩემ შვილებს არ ვაჭმევ. ამიტომ მინდა გჯეროდეთ, რომ რასაც ვაკეთებ, ეს არის მართლა ხარისხიანი და კარგი და ამაში გჭირდება ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდანაც, ევროკავშირის მხრიდანაც და დიახ, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ევროკავშირი, ევროპა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და დაგვიტოვეთ ეს არჩევანი. მიეცით ხალხს საშუალება, რომ აირჩიოს ის, რაც უნდა. ძალიან დიდი მადლობა თეა. მადლობა თქვენ. იმედი მაქვს რომ კიდევ გვექნება აუცილებლად ცოტა სხვა დროს და სხვა ვითარებაში რომ ცლად მიმოვიხილოთ თქვენი შედეგები, გეგმები, პრინციპში ახალი წელიც ახლოვდება და არ ვიცით რა გველის წინ, მაგრამ ვიტოვებ იმედს რომ ამ თემაზე კიდევ გავაგრძელებთ საუბარს და პრინციპში ბიზნესს უკეთ
გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს, ვინც იცნობს, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, ვინც პრინციპში აი ამ სიახლიდან, ამ თქვენი პოსტიდან გაიგეს შოკოჰოლიკის შესახებ და ძალიან ბევრმა ჩემს გარშემო დაწერა, რომ გახდებიან თქვენი ერთგული მომხმარებლები და აუცილებლად, ასე ვთქვათ, როდესაც ნუგის ყიდვაზე მიდგება საქმე, სხვა ალტერნატივას არც განიხილავენ და მე მგონი ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება და წარმატება ბიზნესის ასეთი უკავშირი, რომელიც თუნდაც რამდენიმე საათის განმავლობაში გამოჩნდა და წარმატება, გაფართოება და განვითარება თქვენ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ BMG-ს ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერი ტელევიზიის მხრიდან, პრესის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების მიმართ ყურადღება, იმიტომ რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ ჩვენ. მე დარწმუნებული ვარ. მადლობა, თედი შერაშვილი შოკოჰოლიკის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.